ილოცეთ გამოარჩიოს უფალმა ადამიანი, რომელიც გოლგოთაზე უნდა ავიდეს. მიტროპოლიტი ისაია ახალი პატრიარქის არჩევაზე საკვირაო ქადაგებაში საუბრობს. ეს არის ჯვარი და ვისაც უფალი დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას, ამბობს ის. გავრცელებული მოსაზრებით ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. მოლოდინის მიუხედავად ამ თემაზე მოსახდრე შიოს დღეს არაფერი უთქვამს. მან სიონის ტაძარი ქადაგების შემდეგ უკომენტაროდ დატოვა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს აქციამ ამოთხოვნით დღეს ქუთაისში გადაინაცვლა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები და პატიმრების ოჯახის წევრები თბილისიდან ჩავიდნენ. იქ კი მათ ადგილობრივები შეუერთდნენ. ქუთაისის მერიასთან შეკრებილება მარშით ქალაქის ქუჩები მოიარეს. ძირს რუსული რეჟიმი გაბედე პროტესტი ყველგან ისმოდა შეძახილები. არა მეფეებს ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური აქციები გაიმართა. ორგანიზატორების თქმით 50-ივე შტატში 3300-ზე მეტ ლოკაციაზე 8 მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა ირანში მიმდინარე ომი, ფასების ზრდა და საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტეს. მოითხოვეს ტრამპისა და ვენსის გადადგომა და დაპატიმრება. ორბანს ამომრჩევლების მასობრივ მოსყიდვასა და დაშინებაში ადანაშაულებენ. BBC-მ საგამოძიებო ფილმი მოაბზადა, რომლის რესპონდენტებიც ამტკიცებენ, რომ ორბანის მთავრობა ხმის მიცემის სანაცვლოდ მათ ფულსა და ნარკოტიკსაც კი სთავაზობს. დოკუმენტური ფილმის ავტორების თანახმად სამიზნე 600,000-მდე ამომრჩეველია, რაც ხმების პოტენციური 10%-ია.